დროს სივრცეს აზრი გაუჩნდა რაღაცის მერე, როცა სამყარო უკვე დიდი იყო. ძალიან პატარა სკალაზე დროს სივრცე ფუნდამენტური არც კი არის ალბათ. ეს არის რაღაცა გრავიტაცია, რომელიც მუშაობს აინშტაინის ფარდობითობაში მაგალითად, ანუ მაკროსამყაროში, მაგრამ კვანტურ მექანიკაში სადაც უკვე მცირე ნაწილაკები შემოდის, ანუ კვარკები და ელექტრონები, მან არ გვესმის გრავიტაცია როგორ მუშაობს. ჯერ უნდა აღმოჩინოთ სხვა ცნებები, რომ დავსვათ სწორი კითხვები. დღეს არც მგონია, რომ საკმარისი ენა არ გვაქვს შესაბამისად. ენაც არ გვაქვს კი. ანუ როგორც მეცნიერული, ისე ფილოსოფიური. თავიდან რადგან ძალიან ცხელი იყო, ნაწილაკებიც კი არ იყო, სუფთა ენერგია იყო და როგორც კი გაცივდა, თავიდან ქონდა ნაწილაკები და სადაც 380,000 წლის მერე ქონდა პროტონები და ელექტრონები, რომ გრავიტაცია ელაპარაკება ყველაფერს. სინათლე ელაპარაკება თითქმის არაფერს. სინათლე ელაპარაკება სამყაროს მარტო 3%-ს. როგორ ვიკვლევთ ამ გრავიტაციულ ტალღებს და რომ მარატევი დასფიქსირებელი არ არის. ერთი მხრივ რაც ჩვენ თქვი არის რომ ძალიან დიდი ინფორმაციის მოცემა შეუძლია რომ სინათლეს არ შეუძლია. ბიგ ბენგი იყო პირველი ეკო დროს სივრცე. ყველა საინტერესო ეგ არის ალბათ რა. გაგვიჩნდეს ახალი საშუალებები და დავსვათ ახალი შეკითხვები. კი. მე დაველოდოთ უკვე პასუხებს რომ შეკითხვას თუ დავსვავ ალბათ ოდესღაც პასუხიც მოვა. დროს სივრცის ოსცილაცია არის პროტონის ზომაზე უფრო პატარა. პროტონის ზომაზე 100,000 ჯერ უფრო პატარა. ორი შავხრალი ერთმანეთს რო ეჯახება, ზუსტად მაგ დროს არის ისეთი დრამატული მოვლენა სამყაროში, რომ თავად დროს სივრცე იწყებს ოსცილაციას და ეგ ოსცილაცია არის ზუსტად გრავიტაციული ტალღები, რასაც ვაფიქსირებ. საუკუნის ბოლომდე რა. მაგ ხრივ რა არის მაქსიმუმი, რაც შეიძლება შენი აზრით შევძლოთ და მივახციოთ რა. შეგიძლია თუ არა მაშინ მაგ გაგებით, რომ ანუ შენ აქ დრო მოტეხო რა, ზუსტად ოღონდ გაციფრულებული არსებისთვის. მაგაზე ვფიქრობ ხოლმე, საბოლოო ჯამში მაინც მანდიკეტები, იმიტომ რომ მაგას ვერ იტყვი, იმიტომ რომ შენ ადამიანი ხარ და შენი ემოციები შეზღუდულია.